თბილისში საყოველთაო აღწერისათვის ემზადებიან რეგისტრატორები, დედაქალაქში მცხოვრები ყველა ოჯახის სიის შექმნას აპირებენ. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. დეტალებზე ანა წერეთელი ისაუბრებს. პირდაპირ ეთერში ანა გისმენთ. დიახ, ირაკლი, თბილისში საყოველთაო აღწერის პირველი ეტაპი დღეს დაიწყო. ეს ითვალისწინებს თბილისში არსებული შენობების და ასევე მასში ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახების სიების შედგენას. როგორც უკვე გითხარით, ეს არის საყოველთაო აღწერის პირველი ეტაპი, რომლისთვისაც საქსტატმა უკვე გადაამზადა 800 თანამშრომელი. ისინი დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში შემოილიან თბილისის ყველა უბანს. მე გეტყვით, რომ საყოველთაო აღწერის პირველი მოსამზადებელი ეტაპი, რომლებიც აღნიშნული სიების შექმნას ითვალისწინებს, უკვე ჩატარდა აჭარაში, გურიაში და ასევე კახეთში. დღეიდან დაიწყო და 2 კვირის განმავლობაში თბილისში გაგრძელდება მოსახლეობის აღწერის წინამოსამზადებელი სამუშაოები, რაც ითვალისწინებს ყველა კორპუსში და საცხოვრებელ სახლში სპეციალურად აღჭურვილი საქსტატის თანამშრომლების მისვლას. ისინი დააფიქსირებენ მოსახლეობის რაოდენობას და შეიტანენ ამ ინფორმაციას შესაბამის მონაცემთა ბაზაში. მათ ექნებათ სპეციალურად ამისთვის დამზადებული კეპები, საქსტატის შესაბამისი ლოგოთი და სპეციალური პეიჯები, სადაც იქნება მოცემული ინფორმაცია მათი ვინაობის შესახებ. აქედან გამომდინარე, მინდა ვთხოვო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ ესეთი ადამიანების სტუმრობის შემთხვევაში მათ გაუღონ კარები და მიაწოდონ ინფორმაცია. სპეციალურად გატრენინგებული თანამშრომლები შეეკითხებიან, რამდენი ადამიანი ცხოვრობს თქვენს ოჯახში მუდმივად და რა სახელი და გვარია თქვენი ოჯახის უფროსის. ანუ სულ ეს ორი კითხვა იქნება. ამ ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ მოვახდენთ წინასწარი ფორმირებას, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება საბოლოოდ საყოველთაო აღწერისთვის. საყოველთაო აღწერისთვის პირველ ეტაპზე სულ დასაქმდება დაახლოებით, როგორც ცნობილი არის, 4000 ადამიანი, რაც შეეხება შემდეგ ეტაპს. ეს ეტაპი იქნება უკვე უშუალოდ აღწერის პროცესი, რომელიც დაიწყება 2014 წლის 5 ნოემბრიდან და დაახლოებით 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. აღნიშნული აღწერის ამოქმედო გეგმა მიმდინარე წლის აპრილში დაამტკიცა სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ. დიდი მადლობა ანა წერეთელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.